ერთი რამე არის რა უბრალოდ აი მე მახსოვს მე მინდა რომ ასევე მადლობა უთხრა პირადად მინის შინაგან საქმეთა მინის გომელაურს რომელიც მართლაც აი პოლიცია სახელმწიფო ინსტიტუციები მოქმედებენ გამართულად მაგრამ ეს ყველაფერი არის მართლაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ვისაც ჩემი სიტყვები არ მოსწონს ამ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ხო ბოდიში და ცივი წყალი დალიეთ რა და რაც გინდა თავშიც გვაიხალეთ რა თქვენ თუ გონიათ ეხლა ვიღაცა იდიოტი რაღაცას იტყვის იმას ავყვები ეხლა ვიღაცები რაღაცა მომაწოდეს ინფორმაციები ტვინგაყინული ადამიანების შესახებ რომ თვითონ რაღაცას მე მაკრიტიკებენ სუფეხებზე კიდეა ბოდიში და ეხლა მე რო თქვა რეკლამა გამოვა ზოგიერთების გესმით და ეხლა ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო მართლაც აი ეხლა ამ სიტუაციაში ჩამოიშლებოდა ხელისუფლება იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რომ დიდ წნეხს ვერ გაუძლო ამ ქვეყანამ 90-იანებში 2003-ში მე ძალიან ბევრი პრეტენზიები მაქვს და ბევრი პრეტენზიები გამაჩნია და ამ ხელისუფლების მიმართ წესით მე არ უნდა ვიყო ისეთი როგორიც ვარ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტკივილი მომაყენეს ძალიან ბევრი დარტყმა მომაყენეს და არ ვიცი მე არც პრივილეგირებული არა ვარ მათი მხრიდან 1000 პროვოკაციები იყო და წესით შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ შენ როგორ ამ ხელისუფლებაზე როგორ იძახ მე ხელისუფლებას კი არ ვიცავ მე ქვეყანას ვიცავ როდესაც შენ ქვეყნის პირველ პირებს როდესაც ივანიშვილს დაასანქცირა ამერიკამ როდესაც ჩამოგდებას აპირებენ ამდღეთ აბა ვის დაუჭირო მხარი მაინტერესებს ზოგიერთი ტვინგაყინული გამოდის და იცით რა არის ჩვენ დგავართ იქ იმაში იქ პარლამენტთან იქ ნაცები კი არ არიან არა სხვები არიან კი და აი არჩევნები რო ჩატარდება ნახეთ ეხლა ნაცები კი არ მოვლენ არა თქვენ მოხვალთ ეხლა რა თქვენ მოხვალთ თქვენ მოგიშვებთ ვინმე რა кто платит деньги тот заказывает музыку არა მაინტერესებს ეხლა ვინმეს გონია რომ აი თქვათ ეს ხელისუფლება რო შეიცვლება ვინმე სხვა ძალას მოუშვებს დასავლეთი ხელისუფლებაში თქვენ ეს გონიათ მართლა ვინ მოვა და ნაცები მოვა და მისი სატელიტები შეიძლება ნაცმოძრაობა არ ერქვას მაგრამ ერქვას სხვა რაღაცა რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ სახელზე კი არა გართულება ვინმე არც ერთ ეროვნულ ძალას ესენი არ მოუშვებენ ხელისუფლებაში და გადაულიან მათ ვინც კიდე რაღაცა სახელმწიფოებრივი პოზიცია ეხლა სამწუხაროდ გაუფასურდა სიტყვა ეროვნული პატრიოტული დაირქმევენ ბიჭო ამ რაღაც სახელებს ბატონო სოსო და პირიქით ამისი საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებენ რა ბევრი ადამიანი გაიყიდა ბევრი ადამიანის ლუსტრაცია მოხდა შეიძლება მტრების შეიძლება არ მოგწონს ეს ხელისუფლება და მტრების გვერდით უნდა დავდგე მანდამაიც ესე იგი ავდგე და მე ესე იგი იმაში პარლამენტის შენობის წინ უნდა დავდგე და ნაც მოძრაობის ხარდამჭერების გვერდით ვიყო ეს უნდა გავაკეთო თურმე ხო და კიდე ეროვნული ფასეულობები იწყება ეროვნული მოძრაობიდან და ზოგიერთმა ახლად გამოჩეკილმა ნაძირალამ მოიგო თავი რაღაცა პატრიოტულ ძალად თვითონ რაღაცა ბოდიში და მათ შემოიტანეს საქართველოში ეროვნული ფასეულობები სად იყავით სააკაშვილის ხელისუფლება რო იყო გოგლი მოგჭამდის მე არ ვიცი დღეს ვიღაცები თავს იდებენ რაღაცაზე და შემძვრალი იყვნენ სოროში დასრული ადამიანები ერთი სიტყვა არ გამიგია სააკაშვილიზე მათ რამე ეთქვათ კაცო გაგიგიათ ეგეთი რამე ბევრი გოგლი მოგჭამდა ხმას არ იღებდა საერთოდ რა ბევრი დითი რამბებს უმღეროდა სააკაშვილს დითი რამბებს კაი თავი დავანებოთ მაგრამ მათ შეიძლება არა ბატონო სოსო შეიძლება დითი რამბებსაც არ უმღეროდა მაგრამ სამოქალაქო პოზიციას არ აფიქსირებდა გესმით მე ვარ ესეთი მე ვარ ისეთი რაში გამოიხატება მე უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდ პატივს ავცემ და აქედან გამომდინარე არ მინდა რომ გადაუვარო და გადმოუვარო ზოგიერთებს იმიტომ რომ რაღაცა მქონდა მათთან ურთიერთობა შეიძლება კაცო შენ თუ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მქონდა რაღაცა პოზიცია დღეს გამოხვიდე და თქვა ის რომ ესე იგი მიცით რა არისო ეს პროცესებიო რო წავიდესო და რაღაცა კარგი არისო და იქო გულწრფელი ახალგაზრდებით განანო გესმით თქვენ ხო გულწრფელი ახალგაზრდა ქვას არის გულწრფელი ახალგაზრდები მაინტერესებს იქ პარლამენტს რო წვავენ იქ რო ბოდიში და სახელმწიფო ის არის გულწრფელი ახალგაზრდა მათ გვერდით უნდა დადგეთ თქვენ და მაინტერესებს რო შეიცვალოს ეს ხელისუფლება თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში თუ რა მილიონებს ღებულობდნენ კაცო და აივსდნენ ესე იგი მათხოვრებივით იყვნენ ხალხალი კალოშით მოვიდნენ და ბინები მანქანები იყიდეს კაცო და დაფინანსება ხელისუფლების ჰქონდათ და აქციას რო ატარებდნენ ხელისუფლება უშვებდა მაგათ აქციებზე ხალხს ყველაფერს ხო საზღვარი აქვს მართლა
და ასაღებდნენ ჩვენი მხარდამჭერები. რატო არ გამო ვიღაცის უფლება თუ შეიზღუდა, ვიღაცა თუ დაჩაგრულია, გამოიყვანეთ ერთი თქვენი მხარდამჭერები, დაგვანახეთ ერთი ვინა ხართ, რა ხართ. რა დაგვანახეთ ერთი, აი ბაქიბუქობთ რა. შეიძლება ხალხო ასეთი რაღაცა, რომ ესე იგი ქვეყნის მტრების გვერდზე დადგომა ყოფილა კარგი და თუ ხელისუფლებას, რომელსაც ამერიკა დასავლეთი ებრძვის, შენ ხელისუფლებას გვერდში დაუდგები, ეს ყოფილა ცუდი. ზვიად გამსახურდიას ქონდა ძალიან ბევრი შეცდომა საკადრო. და დავინახე ჩვენ ეხა კიტოვანს რო დანიშნავდა, სიგუას დანიშნავ, ადამიანი ხო შეცდომაა, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხია, უნდა ამდგარიყო და ზურგი ექცია გამსახურდიასთვის. ეხა მე არც ვადარებ გამსახურდიას ამ ხელისუფლებას და არ ვადარებ იმ ხალხს, მაშინ ვინც იყო ამ ხალხს, იმიტომ რომ შეიცვალა ის, მაგრამ ბიჭო, ესეთი რა, არ ვიცი რა, ხალხი ისე გაოგნებული ვარ. ბევრი ადამიანი, რომელთანაც მეგობრობა მაკავშირებდა, ერთად ვიყავი, ისეთ რაღაცას დაწეს, ჭკუიდან გადახვალ, ესე იგი. ნამუსი მაინც აღარა გაქვთ, კაი ხალხო. ნამუსი. მე როგორც ვიყავი 3 წელია გორში, ისე ვარ გორის სტუდიიდან მაუწყებლობ. მე არც მილიონები მიმიღია, არც რაიმე პრივილეგიები მიმიღია. აქ მოვდივარ იმისთვის, რომ ესე იგი რაღაცა სიმართლე უთხრა საზოგადოებას. ბევრ ჩემი რეიტინგი აღიზიანებთ, გესმის? ილაპარაკოს სიმართლე და მათაც ეკნებათ რეიტინგი. ბევრმა ისიც ითქვა, რომ აი ესო რეიტინგს ყიდულობს რაღაცაო რა. მე არ ვიცი, აი ყველა იმ ძალისთვის, რომელიც რაღაცა ვითომ ძალით პატრიოტული თუ ძალით ეროვნულია, ხელის გაწვის მეტი არაფერი არ ყოფილა ჩემი მხრიდან. ყოველთვის გვერდში ვედექი ამხო. დღეს გამოდიან და მტრების გვერდით განან, კაცო რა. აი გველმა ტყავი გაიხადაო და გაიძრო და გაძრობილი ტყა. რა გიდათ მიხედეთ საქმეს რა. მე რა უბედურება ეს როგორ იქცა, ესე იგი პოლიტიკური პარტია ზის, ესე იგი სტუდიაში და მათი საქმიანობის ძირითადი წყარო ის არის, რომ დაჯდებიან დღე-დაღამე ტელევიზორში და იმით არის ეს არის საქმე. ბიჭო, პარტია თუ ხარ, წადი ხალხში გაერე საქმე გააკეთე. მე პარტია რომ მქონდეს, რა გამაჩერებს იქა სტუდიაში. თქვენ პარტია ხო გქონდათ ლეიბორისტები, ხულს იჯეკით სტუდიებში, კაცო მარტო სტუდიებში იჯეკით. მე მართლა სიმართლე რო გითხრათ, აი იგივე ეხა ვერ დაუკარგავ ეხლა იმ პარტიას ის რომ იქ რა ქვია სწავლის საფასურიო, ბაღებიო, თემებიო, უამრავი საკითხი გადაწყვიტეთ, ხო? მე ჩვენ ვაკეთებდით ამას, მე ვაკეთებდი. პარტია ეს არის, ზოგჯერ ჩვენც ეხა მეც პირადად რუსულ-ქართულ თემატიკაში, რასაც მე ვაკეთებ, ესეც პარტიული საქმიანობა, მივდივარ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, რაღაცა ინფორმაციებს ვაწვდი, უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება, რომლებიც ქართულ-ოსურ ურთიერთობის დათმობასთვის ხელს უწყობ, მივდივარ უამრავი სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლები მყავს, სტუმრად რომლებიც უკვე თვლიან რომ აქ მედიაც მარტო ისეთი არ არის ანტირუსული განწყობილი, არის სხვა მედიებიც. ჩავდივარ იქ ველაპარაკები რუსებს, როდესაც კონგრესებზე, კონფერენციებზე. ეს არის პარტიული საქმიანობა და ზიან წამოკოტრიალებული, ლაგინებენ, ლანძღავენ ხალხს, თათხავენ. წადი შვილო გეხები, გადი, რაც გინდა ისქენი თავში სხვა გიხლია რა. რა გინდა, ვინა ხარ, ვის დაკარგვი ხარ რა. ერთი ვიღაცას გააკრიტიკებ, მე დაგაბრალებენ, აიო ჩვენო არჩევნებში, იმიტომ წავაკეთო ვიღაცამ გაგვაგდო. თქვენ თუ ასეთი უსუსურები ხართ, რომ ვიღაცის კრიტიკით ვერ ხვდებით პარლამენტში, წადით ბიძიკო და წადით ქუჩაში გაიარეთ რა. ესე გაგიგია ხალხო, ესე იგი ხელისუფლებას თუ გვერდში დაუდექი, როდესაც დასავლეთი და ამერიკა ურტყამს ხელისუფლებას, ეს ყოფილა თურმე ცუდი ტონი და წიხს რო დააჭერდა, ბოდიში და სოდომისტების გვერდში რო დადგები და იმის გვერდში ეს ყოფილა კარგი, გესმით თქვენ? ხო, ნუ რეიტინგს მოპოვება უნდა, ბატონო ნიკოლოზ და თქვენ რო ამბობთ ეხლა რომ რეიტინგიო შურთო, ზოგსო, ჩემი ტელევიზიისო, ჩემი ტელეკომპანიისო. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ რეიტინგი კრიტიკით მოიპოვება, სიმართლის თქმით მოიპოვება რეიტინგი. მაგალითად 1000-ობით ადამიანი გვიყურებთ. Facebook-ში დაბლოკილი ვართ, აი ჯორჯერ ფიქრობდი, რომ Facebook-ით გაშვებას აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ მუდმივად, ესე იგი, აი ჩვენ ის ეხლა რო აკრიფოთ თქვენ ტელეკომპანიას სეზონი უკვე დავიწყე ჩვენ მაუწყებლობა. ვერ ნახავთ ჩვენ ტელეკომპანიას. ძალიანაც რო გინდოდეთ ვერ ნახავთ. მაგრამ მაინც გავუშვით, იმიტომ რომ ზოგიერთს მაინც შეიძლება გამოწერილი კონდეს და რაღაცა და ყველა პლატფორმაზე ვარ წარმოდგენილი, კონტაქტეზეც, ტელეგრამზეც, YouTube-ზეც ვარ. აი მაგალითად რუსეთში YouTube-ზე უჭირთ და Facebook-ზე, იმიტომ რომ გავრცელება ჩახშობილია და გავუშვით იქ YouTube არის, YouTube-ის მაგივრად.
და ესე იგი არ ვიცი ყოველდღიურად ეხა YouTube-ზე 2-3000 კაცი და ტელევიზორში რამდენი გვიყურებს და იქაც რუსეთში აი ხალხი მოდიოდა და აი ამ სხვადასხვა პლატფორმებით არის რაღაცა აპლიკაციებით უყურებენ და აქ საქართველოს ეს ხო საუბარი ზედმეტი არის ჩვენ შრომობ და ვიღაცას რა გონია ბატონოს ვიცი რომ ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებ მე ის ხალხი შენთან წამოვა პირიქით აი რაც უფრო მეც გაგვლაძღავთ რაც უფრო მეტ შირქს მოგცემთ რაც უფრო მეტ ტალახს ისვრით მით უფრო მეტი ადამიანი გადმოდის და თან მე რას მებჭვით მე ერთი კაცი ვარ აქ კაცო წაადით შვილო გაიარეთ თავში წვაიხალეთ რაც გინდათ ის გააკეთეთ რა გესვით მე ვიყო ვითომ აქ რაღაცა პრეზიდენტი პრემიერი ან მაგათბეც მევწვითავდე გესვით თქვენ რა საერთოდ არც მინდა არ გამოდიან გესვით და ლაფს გესვრიან ესე იგი იმ ხალხს რომლებიც ესე იგი თქვა ბიძინა ივანიშვილს ამაქსზე ლაპარაკობენ იმათ ესე იგი თურმე ისინი მოღალატეები არიან მოღალატეებიც ახარ და ნაძირლებიც ახარ ვიც ასე ფიქრობთ რა უბედურებაა ესა ვერ გავიგე ყველა აზრს უნდა სე პატივი ხო თურმე ჩვენ რო ბიძინა ივანიშვილზე ვლაპარაკობთ რომ ამ კაცმა შეუნა აბა ეხა ბიძინა ივანიშვილი რო არ იყოს ხო ჩამოიშლებოდა ეს ხელისუფლება არ ჩამოიშლებოდა